რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ. მოგესალმებით ტელეკომპანია მაესტრო და რადიო უცნობი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტ სუბიექტური აზრი, როგორც მოგეხსენება თქვენ გაქვთ საშუალება ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 7 საათზე მოისმინოთ ჩვენი რესპონდენტის სუბიექტური აზრი, რასაკვირველია გადაცემას მე და შალვა რამიშვილი წარუდგებით. მოგესალმებით შალვა. გამარჯობათ, მე უკვე მეორეჯერ ვესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. ჩვენ განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობთ საგანგებოში შეიძლება. ხო, და მოდით ვთქვათ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა ოდნავ განსხვავებული ფორმატით. ორი სტუმარი გვეყოლება. გავა ეთერში და დღეს ჩვენ ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ გუშინდელ ღამეზე. ბატონო ბარბაროსულ დარბევაზე, ძალიან სასტიკ დარბევაზე, რომელიც ხელისუფლებამ მოუწყო მომიტინგი. ხო, სხვაჩერს ჟურნალისტების ნაწილის მხრიდან შეფასდა, როგორც რისხანების დღე, ფაშიზმის დღე, გუშინდელი ღამე, ხო შენ დაამატე. კი ბატონო, ერთი შეფასება სასტიკი დარბევა იყო. ეს ჩემი აზრით იყო საჩვენებელი ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის საჩვენებელი ღონისძიება. მან აჩვენა მომიტინგეებს, გვაჩვენა ჩვენს, რომ ნებისმიერი მისი ნებისმიერი შეწინააღმდეგება აი ასე მკაცრად დაისჯება. ხო, არ წავიდა პრეზიდენტი სააკაშვილი კომპრომისზე შეიძლება ითქვას მას და შეეძლო არ დაუთმო რუსთაველის გამზირი. მას შეეძლო რუსთაველის გამზირის გაწმენდა, გათავისუფლება, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვნახეთ კადრები, ჩვენი ძალიან კარგი ჟურნალისტებისა და ოპერატორების წყალობით. კი ბატონო, და მე პირდაპირ ეთერში მინდა კიდევ ერთხელ ტელეკომპანია მაესტრო ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა გუშინდელი მუშაობისთვის და ასევე ძალიან კარგად იმუშავა პალიტრო. დიახ, და აი ამ ორი რამოდენიმე დამოუკიდებელი მართლაც დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიისა თუ ინტერნეტ ტელევიზიის მეშვეობით თელმა საქართველომ ნახა თუ რა ფორმით მოხდა ეს დარბევა ანგარიშწორება. არა მარტო თელმა საქართველომ, თელმა მსოფლიომ ნახა. აინტერესებდა და შესაბამისად ამ ყოველივემ დაადასტურა ის რომ სააკაშვილმა აჩვენა ყველას რა მოუვა მათ თუ კი მის ნებას შეეწინააღმდეგებიან. ეს არ იყო სხვათა შორის 2009 წლის 9 აპრილის შემდგომი აქციების მსგავსი პოზიცია ხელისუფლებასა, რომ მიუშვა დემონსტრანტები. არა, იმიტომ რომ ისინი საუბრობენ, რომ დღეს აუცილებლად დღესაც საუბრობდნენ და გუშინაც საუბრობდნენ და დღესაც ამის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა გამართულიყო რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი. კი ბატონო, რუსული ძალების გამო აი ამ ზეის ჩვენ ვერ ჩავშლით პრეზიდენტმა რუსულ ძალებზე გამახსენდა, ესე იგი რუსის ცნობილი ბუა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მინდა კატეგორიულად მოვითხოვო, როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომ აი ამ რუსული კარტის გათამაშებას ან ამ გათამაშების თამაშს, ხო, საბოლოოდ დაესვა წერტილი. ჩვენ მოვისმინეთ ფარული ჩანაწერები, რომელსაც არ აქვს ექსპერტიზა გავლილი, ანზორ ბუჯანაძე ესაუბრება. კი ბატონო, შესაბამისად და ეს არ არის რომელიღაც ინტერნეტ საიტის მიერ გავრცელებული. ამას ვანო მერაბიშვილის უწყება ავრცელებს. მოდით ასე ვთქვათ, ეს ამ ჩანაწერებს იმიტომ არ მჯერა, რომ ვანო მერაბიშვილს შეეძლო ეს ჩანაწერი, მამხილებელი ჩანაწერი, სადაც გრუს სპეცნაზზე არის ლაპარაკი, გაევრცელებინა ერთი დღით ადრე დარბევამდე. გაცილებით ნაკლები ადამიანი მივიდოდა ალბათ. ამიტომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან იაფასიანი მეთოდები რომ დაუძველდა მურტალოს, აი იმის სადარი ეფექტი. ხო, სხვაჩერს ირაკლი ალასანიამაც განცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ ხელისუფლება, ვთქვათ, არა დღეს, არამედ გუშინ წინ გამოაქვეყნა. გარდა ამისა, თუ ერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ ხელისუფლება სისხლის სამართლის ბრალდებას არ წაუყენებს ნინო ბუჯანაძეს, ანზორ ბუჯანაძეს და ბადრი ბიძაძეს, მაშინ მთელი ეს
კამპანია მათი რუსეთთან დაკავშირების საფრთხის პუშტებით კი ბატონო, ჩატარდა დღეს სამხედრო აღლუმი, განწყობა ხელისუფლებაში, ყოველ შემთხვევაში ესე ჩანდა, რომ ასკარად პოზიტიური იყო. თუმცა სააკაშვილმა გააუქმა ხორუმი. ხო, გააუქმა ხორუმი, სხვა შორის დღეს ვესაუბრე მე ანსამბლ სუხიშვილების პრესსამსახურს და კითხვაზე, რატომ არ იცეკვეთ თქვენ რუსთაველის გამზირზე ხორუმი, თქო, მითხრა რომ არ ვიცითო, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს კითხეთო. რასაკვირველია, ჩვენ დაუკავშირდით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და მათ დიახ განაცხადეს, რომ განახლებული გეგმის მიხედვით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ცეკვა ხორუმი მოგახსნა. გავრცელდა შემდეგ ინფორმაცია, რომ სააკაშვილის პირადი ინიციატივით მოხდა. კი ბატონო, რითი განსხვავდება 2011 წლის 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე 2007 წლის 7 ნოემბრისგან მე მართლა მაინტერესებს შენი შეფასება და ასევე მაინტერესებს ძალიან ინგა გრიგოლიას შეფასება ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ინგა გრიგოლია იყო ერთ-ერთი თანამონაწილე შეიძლება ითქვას 2007 წლის 7 ნოემბერს. განსხვავდება იმით, რომ დარბევა ყოფილა უფრო სასტიკი გუშინ წუხელ იყო უფრო სასტიკი დარბევა 2007 წლის 7 ნოემბერს მიუციათ მე არ ვიყავი მაშინ გარეთ მიუციათ საშუალება სპეცრაზმელებს რომ ადამიანებს რომ გაქცეულიყვნენ აქ ახლა ეს არ იყო ის დარბევა იყო სპონტანური იმიტომ რომ არავინ არ მოელოდებოდა არ ელოდებოდა იმას რომ დასუფთავების სამსახურის მიერ რამოდენიმე დემონსტრანტის მანიფესტანტის წამოგდება გამოიწვევდა ასეთ მასის მოზღვავებას 2007 წელს გულისხმობ აქ იყო დაგეგმილი კარგად დაგეგმილი ოპერაცია ეს განსხვავებები არის და ნუ კიდევ ერთი განსხვავება საბედნიეროდ ჩვენ არ დაგვარბიეს მაესტრო ხო და სამწუხაროდ დაარბიეს კი და აქვე უნდა ითქვას რომ სხვა შორის 2007 წლის 7 ნოემბერს სასტიკად ექცეოდნენ ჟურნალისტებსაც მათ არ აძლევდნენ საშუალებას რომ შეესრულებინათ მათი პროფესიული მოვალეობა ჟურნალისტები რომლებიც გუშინ საღამოს მუშაობდნენ საუბრობენ რომ ამ ხრივ ვითარება ბევრად უფრო უკეთესი იყო და ესეც უნდა აღვნიშნოთ მე მგონი დროა რომ დაუძახოთ ჩვენს გრიგოლია მე შენის ნებართვით ჩავა წარმოგდგენ ამ ადამიანს როგორც ჟურნალისტს ხო მაინც მე ნუ ხო არა არის როგორც ფიქრობ წარმოგდგენ როგორც პოლიტიკოსი თუ როგორც ჟურნალისტი როგორ გითხრა იცი მე მისგან ნებართვა არ არის და შენ გარვიდა უშიშროების სამსახურის წევრები არ არსებობენ ყოფილი უშიშროების სამსახურის წევრებად არ მოიხსენებენ ჟურნალისტ ყოველთვის ჟურნალისტი კარგით მე წარმოგდგენ ამ ადამიანს როგორც ჟურნალისტი და თუ ეს არ მოეწონება თავად ინგას რასაკვირველია აქვს უფლება რომ შემისწოროთ ინგა გრიგოლია ჟურნალისტი გამოხატავს რამდენიმე წუთში თავის სუბიექტურას გუშინ საღამოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დარბევასთან დაკავშირებით რუნდებით პირდაპირ ეთერში ინგა გრიგოლია რა კარგია რომ საგანგებო რეჟიმია და იმ არზას არ კითხულობ ხო მაგრამ მე ჭვი არ მეპარება რომ მაყურებელმა ძალიან კარგად იცის და ახსოვს ინგა გრიგოლიას საინტერესო ბიოგრაფია მაგრამ მე მაინც გული მწყდება რომ დღეს მე არ ვკითხულობ ინგას ბიოგრაფიას ინგა წარგადგინე როგორც ჟურნალისტი დასაკვირველია დიდი მადლობა არა დასაკვირველია ჟურნალისტი ვარ ხო კი ბატონო ინგა რეკლამის დროს შენ საუბრობდი 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაზე ძალიან ისე მწვავედ იხსენებდი ამ დღეს. თუმცა უკვე ღიმილითაც შეიძლება რაღაცნაირად. ინგა მაინც ვერ იხსენებს ღიმილით, არ იცი. იცი რა, ხო, გააჩნია ხა რა კონტექსტში. აქამდე რაღაც ცოტა მინელებული მქონდა ეს ემოცია, აი მაშინდელი 7 ნოემბრის და გუშინდელმა დღემ ძალიან გამიმწვავა. მაგრამ მაინც მინდა კითხო, რითი განსხვავდება 2011 წლის 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე 7 ნოემბრისგან. იცი რა განსხვავდება პირველ რიგში მოდი მე ფაქტებით ვილაპარაკებ მაინც ჟურნალისტურად მიუდგები ამ იმ ყველაფრით რაც მე იქ ნახე და მე გესაუბრე კიდე ჩემ წუხელ და ჩემი ემოცია იცი რა ის განაც იყო გამოწეული. განსხვავდება რითი მე არ მინახავ 7 ნოემბრის მერე ადამიანები ამ დონეზე ნაცემი. ანუ როგორ არ იყვნენ ძალიან ნაცემები იყვნენ ზუსტად იგივე მეთოდები, ტყვიები, გაზი და ასე შემდეგ, მაგრამ გუშინ ნახე კატასტროფა. დაახლოებით აი როგორ გითხრათ მამების თაობის ადამიანები ან კი აი პენსიონერები უკვე ხანში შესული ადამიანები რომლებიც ხელბორკილებ ესე დადებული უკან ზურგზე ხელები საშინელი რაღაც ხელბორკილი იყო პლასტმასის და თავი გახეთქილი სისხლიანი და ფეხებში სულ განცდა მქონდა რაც უყურებდი რომ ფეხებში იყო ძალიან ნაცემი ყველა ეს არა მოყავდათ ყველა ეს ადამიანი სამართველოდან ძალიან სამწუხაროა მე უნდა ვთქვა ეხლა თქვენს ეთერში ძალიან გული დამწყვიტეს გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოს
ემერჯენსის ექიმებმა, იმიტომ რომ იქ იდგა უამრავი ადამიანი, რომლებიც ხალხი მოსული იყო და ეხვეწებოდნენ ამ ექიმებს, რომ სია გვაჩვენეთ, ვინ არის მოყვანილი, დაგვიდასტურეთ და რეგისტრაციაში რო ატარებს ვიღაც გოგო, იქიდან დაწყებული, ნებისმიერი ექიმი დამთავრებული, გუშინ მოიქცა ძალიან ცუდად. იქ იმიტომ რომ ჭირისუფლებს არ ეუბნებოდა. არავინ არაფერს ეუბნებოდა და მე ვარ საკრებულოში ჯანდაცვის კომისიის წევრი და ბოლოს ჩავთვალე რომ შემეძლო რომ გამომეყენებინა ეს ჩემი დაუშვათ სტატუსი და მეც კი არ მითხეს საერთოდ არც ერთი ადამიანის გვარი როდესაც მოვიყო. მითითება ქონდა და ძალიან წუხვარ მე როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ ეს ადამიანები დაარბიეს ამის იქით იყვნენ მათი ოჯახის წევრები, დედები, ცოლები, მართლა კატასტროფა ხდებოდა თქვენ იცით ეს ყველაფერი და ექიმს როდესაც ეკითხები, საიდან მოყავთ ეს ნაცემი კაცი? დუმილი, კარგი, ნუ ამბობ, გასაგებია, ის თვითონ ამბობდა ეს ნაცემი, ყველა ადამიანი, სხვა შორის 1-2 მოუარყო მხოლოდ. ხო, მაგრამ მოყავდათ სამართლოდან, მაგრამ სამართლოში იცენ. სამართლოში, ესე იგი მოყვნენ ესე რომ აყვანისას თუ სამართლოში. არა, ბოლოს თავიდან იყვნენ აქ მოყვანილები ადამიანები, რომლებიც პირდაპირ რუსთაველიდან წამოიყვანეს, ანუ აქციის დაარბევისას, დაშლისას ვინც ცემეს და მე უცბად დაიწყო ესეთი, არ ვიცი, აი სასტრაფოზე მოდიოდა ესეთი მასშტაბურად და გადმოყავდა ძალიან ბევრი ნაცემი ადამიანი და უკვე გამიჩნდა რომ ეს ყველა შეუძლებელია რომ მოყავდეთ რუსთაველიდან იმიტომ რომ ჯერ ესეთი უკვე დიდი დრო იყო რამდენიმე საათი გასული და მე ვკითხე ერთს რომ პატარა ბიჭი იყო ძალიან ნაცემი აი ხო ვამბობ თავი და ფეხები იყო რა აი ძალიან განსაკუთრებული მე არ ვიცი როგორია ეს პოლიციელების პროფესიული ცემა მაგრამ ეს იყო კატასტროფა ხო შენ ალბათ იცი ისე მეც გამოცდილი მაქვს უბრალოდ ხო სხვა რამეს ვამბობ რომ ვკითხე ამბიც საიდან მოდიხარ სამართლოდან მოყავთ სამ და მე უკვე წამოვიდა მოხუცი ადამიანები და გამოვშტერდით ყველანი იმიტომ რომ აი რითი განსხვავდებაო რომ მკითხე მე ესეთი რაღაც 7 ნოემბრის მერე არ მინახავს იქ მოიყვანეს ყველა ვიღაცა ნაცნობი ადამიანებიც უცნობი ადამიანებიც იქ ხდებოდა კატასტროფა და მე ყველაზე მეტად გუშინ დამწყვიტა გული სწორედ ემერჯენსის მედპერსონალმა და ყველაზე უპასუხისმგებლოდ მოიქცა გუშინ ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი ეხა უნდა ვთქვა ეს თქვენ მობრძანდა ბატონი მინისტრი ურუშაძე რომელმაც კეთილიც კი არ იბოძარო ამ ადამიანებს მათ ჭირისუფლებს ოჯახის წევრებს დაალაპარაკებოდა რასაკვირველია ესეთი მინისტრული რა ამაყი სახით შევიდა და შემდეგ ვითხოვდით რომ ამ კაცმა მაინც მოგვაწოდოს ინფორმაცია თქვენ მოისმინეთ სადმე რომ ის გამოვიდა და ადამიანებთან გააკეთა რა მე არ მომისმენია ჯანდაცვის მინისტრი შევიდა და უკან აღარ დაბრუნებულა სამართალდამცავები თუ მოყვნენ აი ამ სამართალდამცავი იყო იმდენი გუშინ ემერჯენსში რამდენიც არ იყო მედპერსონალი იყო გადატენილი მე შევედი რა ფუნქციას ასრულებდნენ ის იცია შევედი სპეციალურად რომ მე ნახა პალატებში ავადმყოფებს როგორ ექცეოდნენ ვერ ვეკარებოდი არ მაკარებდნენ არავის მიკეტავდნენ ძალიან ცუდად მოიქცა დაცვაც აი ამ ავადმყოფოსი რომელიც სამართალდამცავის არა სამართალდამცავი კი არის მაგრამ კაცობის ელემენტებიც არის ეხლა მე პოლიტიკური რაღაცების მიღმა ვლაპარაკ აი კაცურად ქართულად რასაც ქვია რა რაღაცა არა საქართველოში ეგეთი რამე არ მოსულა შენი ოჯახის წევრი თავგახეთქილი რომ მოდის და კაცი ვიღაცა დარაჯი რომ წიხლით გამოგაგდებს იქიდან მოკლედ შევდიოდი ამ პალატებში რომ მე ნახა როგორ ექცეოდნენ შიში იყო ეხა ბუნებრივია იმისი რომ იქიდან ხო არ მიყავდათ ისე უკან სამართლოში ან სადმე იმიტომ რომ ვინც ეხლა ძალიან თქვა მაგარი ნაცემი არ იყო იყო ამის შანსი რომ უკან წაეყვანათ მაგრამ არა არავინ არ იქ უკვე აღარავინ არავის არ ურტყავდა იქ უკვე ეს ადამიანები იწვნენ უბრალოდ მე არ მიმაკარეს და ვერ დავეკონტაქტე ჩემ და სამწუხაროდ სულ რამოდენიმე ადამიანის მოძიებაში დავეხმარე მათი ოჯახის წევრებს და ბევრი ადამიანისაში ვერა ამ წუთას მე სანამ წამოვიდოდი ცოტა ხნით ადრე მაგალითად ველაპარაკე მაია ბათიაშვილს ვკითხე ირაკლიზე ხო არაფერი იყო ცნობილი და მან თქვა რომ არა და ცოტა ხნის წინ მე ველაპარაკე იგივე ასავალ-დასავალი ჟურნალისტებს გიორგი მამაცაშვილი ბექა სივსივაძე რომლებიც ძალიან ნაცემები იყვნენ და თავადაც თურმე ცდილობდნენ რომ რაღაცნაირად შეეგროვებინათ ინფორმაცია ძალიან ბევრი ადამიანი კი ბატონო ინგა მე მინდა კითხო შენ იმ პოლიტიკური პარტიების პოზიციაზე და გადაწყვეტილებაზე რომლებიც შედარებით შორიდან უყურებდნენ მიმდინარე მოვლენებს გუშინ ეს ადამიანები დარბევის შემდეგაც არ იყვნენ აქტიურები ნაწილმა მათგანმა გამოხატა თავის პოზიცია ნაწილ მათგანს დღესაც არ აქვს კომენტარი გაკეთებული გუშინდელ მომხდართან დაკავშირებით რა სიტყვი არ ვიცი როგორ ჟურნალისტმა გნებავთ როგორ პოლიტიკოსმა კი ბატონო იცი რა მოდი მაშინ მე პოლიტიკური პარტიის წევრი კი ბატონო გუშინ საავადმყოფოში
იყო ინგა გრიგოლია, თინა ხიდაშელი და სხვა არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ გამოჩენილა. არა, სხვა იყო იქ, ეხლა მე არ მინდა, არ არის ეს ის დრო, როდესაც მე პარტიაზე უნდა დავიწყო ლაპარაკი და ნახევარი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა იქ იყო, უბრალოდ ჯაბა სამუშია იყო ჩემთან ერთად და ადამიანები დაუშვათ, რომლებიც გიორგი თარგამაძე ამ დროს რვიანის ალბათ კონსულტაციები თქვენ იცით რომ მიდიოდა, მე განცხადებაც გაკეთდა და იქ არ ყოფილა გიორგი თქვა საავადმყოფოში, მაგრამ იქ იყო ნახევარზე მეტი. გეთანხმებით, იქ იყო თინიკო ხიდაშელი, რომელსაც პატივისცემას უდასტურებ ჩემსას კიდევ ერთხელ ყოველთვის შენ მითხარი როგორ ჟურნალისტიო და როგორ ჟურნალისტისთვის ის იყო ძალიან სასურველი და ძალიან პატივსაცემი რესპონდენტი და გუშინდელი დღის მერე კიდევ ერთხელ უდასტურებ ხო სამწუხაროდ იქ არავინ არ არა ვიტყუები ვიქტორ დოლიძე და ზურაბ კი ბატონო ირაკლი ალასანიას იყო თუ არა ისეთი სიტუაცია როდესაც აი იმ უბედურებამ რაც მოხდა რაღაცნაირი პოლიტიკური განსხვავებები დაგავიწყათ და რაღაცნაირად ჰუმანიტარული აქციით იყავით თუ არა რასაკვირველია მე გუშინ არ მივსულვარ იქ რაღაცა პოლიტიკური აქციის მხარდასაჭერად ამას ხაზგასმით ვიტყვი რომ დაუშვათ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდასაჭერად შენ ნახე ნინო ბურჯანაძე მე ვნახე ნინო ბურჯანაძე მოვიდა არა პირადადაც დაველაპარაკე ანუ მოვიდა იქ და აი ეს კადრები ჩვენ ვიხილეთ ძალიან გულისამაჩუყებელი კადრები ეს როდესაც მისი შვილი საყვანა მიდიოდა მე ამ დროს უკვე აღარ ვიყავი სხვა საავადმყოფოსკენ მივემართებოდი მაგრამ ჩემი შვილი იყო იქ სხვა ჩვენს მე წავედი ჩემ შვილთან ერთად ჩემ დიშვილთან ერთად ბავშვებთან ერთად წავედი იმიტომ რომ თვითონაც პატარები არიან ნუ რაღა ბავშვები 20-21 წლის მოტივირებულები იყვნენ რომ ხო შენ კითხე ჰუმანიტარულიო აი ერთგვარი იცი ეს როგორი ის იყო რომ იქ ადამიანებს არ ბევდნენ ჩვენ ეს ხო ყველაფერი ნანახი ქონდა და მე ზუსტად ვიცოდი როცა გუშინ ჩავერთე მაესტროში რომ უნდა წავსულიყავი საავადმყოფოში იმიტომ რომ მე თვითონვე როცა 7 ნოემბრის მერე მოვხდი ზუსტად იქ ემერჯენსში ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩემი ოჯახის წევრებს გულისხმობ არ იცოდნენ რამდენი დაზარალებული დათვალე ძალიან ბევრი იყო შალვა თავდაპირველად იყო ლაპარაკი საუბარი 30 კაცზე მაგრამ მე უკვე ისე მოემატა და მოემატა რომ არა 100-მდე არა მაგრამ ჩემი თვალით რაც ვნახე დაახლოებით 50 კი ბატონო მე მაინც მინდა ჩემ შეკითხვას დაუბრუნდე ინგა მართლა მაინტერესებს შენი პოზიცია რატომ არ არიან დღეს რიგი პოლიტიკური პარტიები ისეთი აქტიურები თქვათ როგორიც შეიძლება რომ როგორიც მოლოდინიც ქონდა საზოგადოებას შესაძლებელია რომ ყოფილიყვნენ უკაცრავად ჩაგეჭერი შესაძლებელია იმიტომ რომ თავიდანვე კეთდებოდა განცხადება ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ყველამ რომ ცალ-ცალკე ბევრმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ დააფიქსირა თავისი განცხადები თავისი პოზიცია ამ აქციის მიმართ ანუ მე იგივე გავიხსენებ არ მინდა ხა სხვა პარტიებზე ვისაუბრო დაუშვათ ქრისტიან-დემოკრატებზე გაკეთდა განცხადება 2 დღით ადრე მოწოდებით რომ ორივე მხარეზე მართლა ორივე მხარეზე ნაწილდება პასუხისმგებლობა და ეხა ეს უნდა ვთქვათ ხო სწორედ ეს მინდა კითხვა ეს იქნება ჩემი შემდეგი შეკითხვა ვის ეკისრება უფრო მეტი პასუხისმგებლობა უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ეკისრება ხელისუფლებას იმიტომ რომ შენ ხარ ხელისუფლება მაგრამ პროვოკაცია რას ქვია თუ კი ჩვენ გავითვალისწინებთ რომ 25-ში ვადა ეწურებოდა მიტინგებს სანქციას და ქალბატონმა ნინომაც რომელიც არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი ბევრისგან განსხვავებით ვადევნები თვალყურს შეგაწყვეტინებ გამოცხადებული დარბევის ქრონიკას პროვოკაცია არის ის შეიძლება დავარქვათ პროვოკაცია თუმცა ასეთი ტრაგედიის შემდეგ ენა არ მიტრიალდება იმ ადამიანებზე თქვა ასეთი რამ ვინც დაზარალდა მაგრამ პროვოკაციაც შეიძლება მოინათლოს შემდეგი რამ აქციების პოლიტიკური ტემპერატურა დავარდა იქ არ იმყოფებოდა იმდენი ხალხი რომელიც უზრუნველყოფდა კრიტიკულ მასას შესაბამისად შეიძლებოდა გაჩენილიყო ეჭვი რომ ხალხი იქ დგას მხოლოდ იმიტომ რომ დაარბიონ დამასწარი ანუ მე რაც უნდა მეთქვა დაახლოებით ეს არის ეს შეიცავს პროვოკაციის ელემენტს. რასაკვირველია ეს სურათი იყო სახეზე. ერთ რაღაცას გავიხსენებ თქვენთან ერთად 25-ში 12 საათზე იწურება სანქცია. დარწმუნებული ვარ თქვენს მეც ყველამ ვიცოდით რომ ამას სააკაშვილი აუცილებლად დაარბევინა და ამ აქციას და პირდაპირაც ითქვა. სამწუხაროდ, როდესაც არის პასუხისმგებლობებზე ლაპარაკი, ხალხი აი ყველაზე გამაღიზიანებელი იყო ხოლმე ყოველთვის, როცა გადაცემებიც მიმყავდა ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან ხალხის სახელი ხალხს ესე უნდა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არავის არ აქვს უფლება ილაპარაკოს ხალხის სახელით, იმიტომ რომ ის ხალხი მერე რჩება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში ჩვენ გუშინ ვნახეთ, მაგრამ უნდა დავასრულო. ხელისუფლება არის რასაკვირველია პასუხისმგებელი შალვა, იმიტომ რომ ხელისუფლება, რომელსაც უკვე სანქცია გასული იყო, ეს გაცემული უკაცრავად ვადა გასული იყო უკვე ეს სანქცია და მას კანონის შენით უნდა ვილაპარაკოთ, ქონდა უფლება აქციის დაშლის, მოიქცა როგორც ჯალათი.
აი ეს უნდა ვთქვა. მათ შეეძლოთ ეს აქცია დაეშალათ, ნებისმიერ ქვეყანაში ხდება და ჩვენ გვინახავთ წყლისჭავლი დაწყებული ნებისმიერი მეთოდით, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში გადამეტება არ იყო. ეს იყო საშინელება, რაც მე გუშინ. მე მინდა ინგა გრიგოლიოს როგორც პოლიტიკოს გითხრათ. თქვენი პარტია არის კონსტრუქციული პარტია, ეს ირონიით არ ვამბობ. კონსტრუქციულად ხარ დამოკიდებული ხელისუფლებას. ინგა გრიგოლია რამდენად არის კონსტრუქცია? აი ახლა მე მინდა ინგა გრიგოლიას ვკითხო. შენ ქართველი ქალი, მანდილოსანი დედა ხარ. არასოდეს არ იყავი ჭყალებში კონსტრუქციული. იყავი ყოველთვის ისეთი როგორც ხარ, ნატურალური. თავის უამრავი შეცდომით, უამრავი ღირსებით. მაგრამ ჯიგარი ხარ რა. აი ამბის მერე. ინგა არ ვიცი, გასაკვირებ პირველი კომპლიმენტი მიიღეთ მოდი ახლა ესეთ რაღაცას გითხავ. როგორ დაუჯდები ახლა უმრავლესობის წევრებს იმ ადამიანებს, რომლებიც ან დანება გასცეს, ან გაამართლეს ეს და როგორ ეკონსტრუქციულებ? არა, უკაცრავად, კონსტრუქციული არ ნიშნავს რომ ეფერებია. არა, ეფერები არა. მეც ვიტყვი ხაჭ. როგორ დაუჯდები? თუ არ იქნება მაგ პასუხისმგებლობა. არა, როგორ ჩვენ უნდა დავაყენოთ, რომ და დავაყენეთ კიდეც მოთხოვნა, რომ აი ის ყველაფერი რაც მოხდა გულისხმობ ამ ადამიანების ასეთ ხოცვაჟლეთვას რა, ნუ გადატანითი მნიშვნელობითაა თუ პირდაპირ. ფიგურალურად კი ბატონო. უნდა იქნას დასჯილი. ის ადამიანებიო, ვინც გადაამეტა. არა, ერთი წუთი შალვა პოლიტიკაში. არც ერთი სპეცრაზმელი არ არის დასჯილი. არა, უნდა დაისაჯო. ხო, მაგრამ არ დაისაჯა. შენ მე მეკითხები, აი როგორ წარმოგიდგენია რომ ურთიერთობა, ხო? ეს უნდა მოითხოვო, როგორ წარმომიდგენია ურთიერთობა? ურთიერთობა კონსტრუქციული ანუ რა ნიშნავს? სანამ არ დაიჯება, მანამდე არ აღდგება რეჟიმი. პოლიტიკური პარტიის, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ვალდებულება სულაც რო იყოს, აი უკიდურესად განსხვავებული თავისი ოპონენტისგან, ხელისუფლებისგან, უნდა დაჯდეს მაგიდასთან, უნდა დაჯდეს და უნდა დაილაპარაკოს. აბა ეხლა რა უნდა განსხვავდეს? კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს. ანუ შენი როგორც პოლიტიკური პარტიის წევრი, როგორც მოქალაქის, როგორც საკრებულოს წევრის, უპირველესი მოთხოვნა ეხლა როცა დაუბრუნდება პოლიტიკური ცხოვრება თავის ჩეულ კალაპოტს ვერა, მაგრამ რაღაცნაირ კალაპოტს მაინც იქნება გამოძიება დასჯა იმ პოლიციელებისა, რომლებიც გადაამეტეს. რასაკვირველია და იქნება უფრო მძიმე პოლიტიკური შეფასებებიც. მაგრამ თუ ეს არ მოხდება, აღდგება თუ არა ის რეჟიმი, ვითაც ქრისტიან დემოკრატები. რა რეჟიმი შე როგორ წარმოგიდგენია ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა? არა, უკაცრავად. ხელისუფლებასთან თუ კი ზის მაგიდასთან მოლაპარაკების, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი განცხადებები არის რაღაცა ფერებას შეიცავს და რაღაცა კომპლიმენტებს ხელისუფლების მიმართ. ძალიან მწვავე საუბრებია ხოლმე. შალვა, ხვალ არის საკრებულოს ხდომა. აი შენ კითხვაზე პირდაპირ გიფასუხებ. რას აპირებ? არა, როგორ თუ რას ვაპირებთ? ვაპირებთ იმას, რასაც გააკეთებს ყველა პოლიტიკური პარტია. ძალიან საინტერესო ძალიან სერიოზული განცხადებები გაკეთდება. მე მინდა გაგახსენოთ, რომ საკრებულოში არიან სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები. არა, საკრებულოს პრეროგატივაზე არ ლაპარაკობ. პოლიტიკური გუნდი. პოლიტიკური გუნდი. კი ბატონო, საკრებულოს თავმჯდომარე იყო იქ რომ მოუძღოდა მაშინ სპეცრაზმელი. მაგრამ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ის საკრებულოში პარლამენტში ან სულაც არ არის დეპუტატი, არც ერთი მათგანი, მაგრამ არიან სხვა სხვა ოფისებში გადანაწილებული ნაციონალური მოძრაობის. ერთიანად ყველა არის პასუხისმგებელი. თქვენ როცა მე მკითხეთ პასუხისმგებლობა, იცით რას ნიშნავს ეს პასუხისმგებლობა? ხელისუფლება რატო არის უფრო მეტად პასუხისმგებელი? როცა შენ ხარ ხელისუფლებაში, შენ უფრო მეტად პასუხისმგებელი ხარ ვიდრე მეორე მხარე, რომელიც შეიძლება წავიდა პროვოკაციაზე, მაგრამ ის ფორმები რა ფორმები ჩვენ ვნახეთ, ხო? შემდეგ არანაირად არ შეიძლება. მე მგონი დაზარალებული კურნალობის ხარჯები ეს მინიმუმ უნდა სახელმწიფო. მომაწოდეთ თქვენი იდეები და კი ბატონო ვიდრე დავასრულებ. ეს 7 ნომერსაც ეგრე გაკეთდა მე. არა, მომაწოდეთ თქვენი იდეები და მე ხვალიდან კი ბატონო მე სიამოვნებაა. უნდა გაუროს მერიამ. დაზარალებულთა ნათია, თქვენ როგორ ფიქრობთ? კი, მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ ამ დაზარალებულ ადამიანებს, რომელსაც ალბათ მე ვფიქრობ, რომ არ აქვთ იმის საშუალება, რომ იმკურნალონ. ჩვენ ნახეთ, დაჭირვებულები არიან. საშუალება არ ექნება, მე ასეთი მათი სოციალური კარგი იქნება თუ ხელისუფლება დაეხმარება. გაჭირვების გამო გამოვიდა ძალიან ბევრი. გასაკვირველია, იქ ძალიან ბევრი ადამიანი არ გამოსულა, რომელიღაც პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდასაჭერად და დავასრულებ ჩემს საუბარს ამით. შეეშვას ყველა პოლიტიკოსი ხალხის სახეით ლაპარაკს. არც ერთ პოლიტიკოს დღეს საქართველოში არ უჭერს იმდენი ადამიანი მხარს, რომ მას ჰქონდეს უფლება ილაპარაკოს ხალხის სახით. ბოლოს ერთ შეკითხვა, რუსულ კვალზე მინდა კითხო. ჩვენ მოვისმინეთ ყველა ერთად ის ჩანაწერები, რომელიც დაიდო. შენთვის არის ეს რელევანტური? კვალი მე მესმოდა ყოველთვის, როდესაც ჟურნალისტიკის პირველ ნაბიჯებს ვდგავდი და მესმის დღესაც, სხვათა შორის მესმის დღესაც, მაგრამ დაიჯერე?
მე მოდით გამოვალ მაშინ ნინო ბურჯაანძის კომენტარიდან შეგახსენებ რამდენიმე საათის წინ მან გააკეთა თავისი განცხადება. მან ცოტა გაუგებარი კომენტარი იყო ეს ჩემთვის. თქვა რომ ეს ფრაზები შეიძლება არის რაღაცნაირად შეკონციცებული და სხვადასხვა დროს ნათქვამი. აქედან გამომდინარე ვხსნი მე დაუშვათ იგივე ამერიკის ელჩის პოზიციასაც, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ რომ ხომ არ ეს პოზიცია. იცი რა არის მე მომეწონა თუ არ მომეწონა ეს სხვა თემაა, მაგრამ მე იმას შეგახსენებთ რომ ჯონ ბასი იყო ის ადამიანი, რომელმაც შავ დღეში ჩააგდო ეს ხელისუფლება მიტინგის დარბევის გამო ვეტერანების მიტინგს გულისხმობ, რომელმაც ძალიან მძიმე მიმართვა გააკეთა ცოტა ხნის წინ და ამიტომ ვამბობ ხომ არ დაუდეს მას ეს ჩანაწერი, რომელიც დაიდო შემდეგ ტელევიზიიდან და შეიძლება სწორედ აქედან გამომდინარეობდა მისი დღევანდელი განცხადება. მე რაც შემეხება რუსული კვალი არ არის ხო დამაჯერებელი იყო თუ არა ესენი ჩემთვის არც ერთი ფარული ჩანაწერი არ არის ხოლმე ძალიან დიდი მადლობა ინგა გრიგოლია ჟურნალისტი იყო დღევანდელი ჩვენი გაიცემის სტუმარი. მე ძალიან გულმწყდება რომ ასეთი ტიპის ფორმატში მოგიწია სტუმრობა. მე გეგმავდი რომ შენ ყოფილიყავ ჩვენი გაიცემის სტუმარი. მე ვფიქრობ რომ ჩვენ უფრო მეტი გვაქვს სასაუბრო ინგასთან. რა თქმა უნდა ინგა ყოველთვის არის ასურველი რეიტინგის მომცემი რესპონდენტი. ძალიან დიდი მადლობა. მინდა გისურვოთ წარმატება და უნდა ვთქვა მაესტრო ყოჩაკ ძალიან მაგრად იმუშავა გუშინ და გუშინ მქონდა არ ვერ მოვიცალე რომ ეყურებინა, მაგრამ მე გადახვევით როცა ვნახე ყველაზე დიდი ნოსტალგია რო არ ვიყავი პირდაპირ ეთერში. კი ბატონო და მე გისურვებ რომ უახლოს მომავალში დაბრუნდე ინგა. ჩვენ ველოდებით მეორე სტუმარს. კი ბატონო. 21 მაისიდან დაგეგმილ პროცესებში ძალის გამოყენების შემთხვევაში ეროვნულ საბჭო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავს და ადეკვატურად იმოქმედებს ეს ზვია ძიძიგურის განცხადება ძალიან საინტერესოა ალბათ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ეროვნული საბჭო მაშას რამდენიმე წუთში ზვია ძიძიგური გამოხატავს თავის სუბიექტურ აზრს. Rundებით პირდაპირ ეთერში ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი ზვია ძიძიგური გახლავთ მომდევნო სტუმარი ჩვენი გაიცემის ბატონ ზვიად მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ ჩვენს გაიცემაში მონაწილეობას, ასევე თქვენს გეტყვით რომ ჩვენ გეგმავდით რომ უფრო ისეთ სხვა დროს უფრო კონსტრუქციულ ამ უწუხხანდელნო რამე ყოფმა სხვა დროს ყოფილიყავ ჩვენი გაიცემის სტუმარი, მაგრამ ესე მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში გვიწევს მუშაობა. ბატონ ზვიად მინდა გკითხოთ დაგეგმილ პროვოკაციებში ძალის გამოყენების შემთხვევაში ეროვნული საბჭო ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავს. ეს თქვენი განცხადებიდან ამონარიდია. თუ შეიძლება გითხარით როგორია ეროვნული საბჭოს გეგმები და კი ბატონო მე პირველ რიგში მინდა ჩვენი ეს გადაცემა დავიწყო მადლობის თქმით ტელეკომპანია მაესტრო ჟურნალისტების მიმართ, რომლებმაც ფაქტიურად მთელ ქვეყანას გააგებინეს რა მოხდა გუშინ საქართველოში, რომლებმაც მიაღწიეს იმას, რომ რუსთავი 2 და იმედს ჰქონდა სპეციალური გამოშვება გაკეთებული, ისინი რა თქმა უნდა ამას არ აპირებდნენ. ტელეკომპანია ხარისხი ამ გამოშვების. ნუ არა აქვს მნიშვნელობა, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ თბილისში მოხდა დარბევა. ეს ვერ გაიგებდა მარტო დაუშვათ თუ კი მაესტროზე და კავკასიაზე ეს გავიდოდა და ეს გავიდა. დღეს რომ აღლუმი ვერ ჩაატარა პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილმა, ან უпроსტად ჩაატარა სადღესასწაულო ღონისძიებებს, მხოლოდ სამხედრო ნაწილი და მას ესე იგი სადღესასწაულო ანუ რაღაცა გასართობი და ხალისიანი ღონისძიებები არ ახლდა თან, ესეც არის თქვენი ჟურნალისტების გაბედული და ვაჟკაცური საქმიანობის შედეგი და ეს ძალიან ესე იგი მაიმედებს საიმისოდ რომ საქართველოში ბალანსი რაღაცა ერთგვარად საინფორმაციო ჩვენ რას აპირებთ? ჩვენ რას ვაპირებთ გეტყვი ახლა ესე იგი ორიოდე სიტყვით რაც შემიძლია გითხრათ გვერდით დადგომა ამ ადამიანების მიმართ არ ნიშნავს იმას რომ შენ ახლა მიხვიდე და მიტინგზე ესე იგი დაუდგე გვერდით ეს ამას არ ნიშნავს თუმცა კობადავთაშვილმა თქვა ბატონო შეგახსენებთ რომ თუ როცა ვიყავი ციხეში ჩემთვის გაცილებით დიდი მხარდაჭერა იყო როდესაც პოლიტიკური ორგანიზაციები ან უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ჩემს შესახებ გააგებინებდნენ დაუშვათ ისეთ ორგანიზაციებს რომელთაც ხელები წიფებოდა ჩარეულიყვნენ მის საქმიანობაში ეროვნულმა საბჭომ გუშინ წინ სხვათა შორის უკვე გამოართვა სახალხო კრებასაც და ქართულ პარტიასაც თავის დაპატიმრებული ხალხის სია ვთარგმნეთ ჩვენ ეს ყველაფერი ტექსტები დაურთით შესაბამისი და გუშინ გადაგზავნილი მქონდა უკვე ამ დარბევამდე გადაგზავნილი მქონდა
ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან საქართველოში, ყველა არასამთავრობოსთან, რომელსაც ეს ეხება და ჩვენ მზად ვართ ეს რვიანი შეკრებაც იყო და მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც არის დღეს დაზარალებული, დარბეული, ნაცემი, სამართლებრივ დახმარებას ვინც ითხოვს, ზადავართ რომ ყველას მიმართ გადავდგათ ნაბიჯი და დავეხმაროთ ამ ადამიანებს. ნინო ბურჯანაძეც ესაუბრება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და თვითონაც ახერხებს რომ მიაწოდოს თქვა დაღუპული სხვა ადამიანების არა, მაპატიეთ, მაგრამ ერთი პარტიის მიწოდებული ინფორმაცია და დახმარება სხვა არის და როცა ეს გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის პარტიები ჩაერთვებიან ამაში, ესეც სხვა არის. ახლა და ნინო ბურჯანაძე თუ კი არის დაუშვათ ამ შემთხვევაში სუბიექტურად დაინტერესებული რომ თავის თანამებრძოლები დაიცვას, ჩვენ ვართ ზოგადად დაინტერესებული რომ ეს იყოს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და თანაც ეს მაინტერესებს ზვიად ძიძიგურის შეფასება რა მოხდა ზვიად. ეხლა რას ამბობენ იცი შალო ამბობენ რომ აი გადაამეტეს ძალა ეს ასე არ მომხდარა მე სხვა რამეს გეტყვით ამას ხელისუფლების მომხრეები ამბობენ ჯანდაბას ამბობენ რა ვიცი გენ რას ამბობენ მე ერთ გეტყვით რა გუშინ მე რაც დავინახე და რაც არის საგანგაშო დავინახე რომ ხელისუფლებას ადამიანები რომლებიც არიან მის წინააღმდეგ განწყობილები ადამიანებად არ მიაჩნია ეს გუშინ დაინახე გუშინ დავინახე ამის დემონსტრირება გუშინდლამდე მე არ დამინახია რომ ადამიანი რომელსაც შეუძლია საპროტესტო აქციაზე დაუპირისპირდეს სააკაშვილს და მის რეჟიმს რომ შეიძლება აი რაღაც შგუტებით რომელიც 20 კაპიკი ღირს ელიავას ბაზრობაზე ამ შგუტებით ზურგს უკან გადაუგრიხავენ ხელებს და მიწაზე არა წყალში ჩაყრი პირდაპირ თავსხმა წვიმის დროს გუბეში და გეყოლება რამდენიმე საათის განმავლობაში ანუ ვინც მის წინააღმდეგ განწყობილი ვერც ერთ მათგანს ადამიანებად ვერ არის ის არ არის მისთვის მოქალაქე ის არ არის მისთვის ადამიანი ღმერთის შექმნილი რომელსაც პატივი უნდა სესწა და თქვენს მათ შორის პატივია ჩვენც რა თქმა უნდა ყველას ეგრე გვიყურება თქვენც ვერ აღიქვათ პრეზიდენტი ადამიანებად ეხლა ნათია რა გინდა? მაშინ მე ასე დაგისვამ, თქვენც არ აგიქვამთ ამ ლოგიკით. კი ბატონო, ალბათ. ამიტომ მე ამას ასე ვუყურებ, სწორედ ეს არის, იმიტომ რომ ქვეყნის ხელისუფალი, რომელსაც ესე იგი ასეთი ტიპის გრადაცია აქვს თავისი მოქალაქეების მიმართ გამოყენებული, შეუძლებელია რომ დარჩეს ხელისუფლებაში. ეს ხელისუფალი უნდა წავიდეს გუშინდელი დღე, სხვათა შორის, რაც მოხდა. რამდენიმე დღით ადრე მე მქონდა განცდა რომ ეს ამბები მშვიდობიანად არ ჩაივლიდა და გამოცხადდა რომ სისხლისურის ალბათობა არის ძალიან მაღალი და ვამბობდი მაშინ რომ ხელისუფლებას ვურჩევდი კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა ეს არის მგლის თავზე სახარების კითხვა მაგრამ იმის გამო რომ ის მგელია შენ სახარების კითხვას თავი არ უნდა დაანებო არ გამოვიდა ეს რჩევა არ მიიღო დაეხმარა ამაში ბურჯანაძე თუ არა და სახალხო კრება ბურჯანაძეს გუშინ ერთგვარად რა უკნა იცი სააკაშვილმა რაღაცნაირად გამოიყვანა მდგომარეობიდან რომელიც იყო რა თქმა უნდა ეს იყო პროვოკაცია როცა დაიჭირა ეს არის საკითხი რომელზედაც პოლიტიკური რვიანი პირველი დღიდანვე აცხადებდა რომ ასეთი ტიპის რევოლუციურ ქმედებებს რა თქმა უნდა ემოციური პატიოსანი გულწრფელი ქვეყნის მოყვარული ადამიანები ერთვებიან ამაში მაგრამ ამას არ აქვს პერსპექტივა და თუ ეხლა მოდი გულწრფელად შევხედოთ ერთ რამეს რომ იყო რევოლუციური მოწოდებები ანუ ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლებას შევცვლით 25-ში დავიწყებთ და 25-ში დავამთავრებთ ესეთი განცხადებები ისმოდა 21-ში ისმოდა 21-მდე რამდენიმე თვით ადრე ჩვენ ვამბობდით მაშინაც რომ ეს ასე არ არის და ასე იოლი არ არის ეს ამბავი და ტყუილია ეს სქემა არ არის ისეთი როგორც ახლა იმაზე მეტ ადამიანს სახალხო კრება ვერ გამოიყვანდა რაც გამოიყვანა გაერთიანებულმა ოპოზიციამ 2009 წლის აქციებზე როდესაც 4 თვის განმავლობაში გადაკეტილი იყო შეიცავდა თუ არა პროვოცირების ელემენტებს ბურჯანაძის ქმედებები შეიცავდა, მაგრამ ეს ნაკლებად არის ამ შემთხვევაში ჩემთვის საინტერესო. ბურჯანაძეს თავისი პასუხისმგებლობა აქვს, რა თქმა უნდა და როდესაც იმ ხალხთან, რა თქმა უნდა და როდესაც იმ ადამიანებს ეს ეუბნებოდა, რომ აი ჩვენ ამას გავაკეთებთ, შევცვლით და შემდეგ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა გადაიზარდა აღლუმის ჩაშლის მოთხოვნაში, რაც ერთი და იგივე ნამდვილად არ არის, მაგრამ მე კიდე ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა პოლიტიკურ პარტიას ამა თუ იმ პარტიას შეუძლია კონდეს იდიოტური გეგმა. მას ამას ვერავინ ვერ დაუშლის.
მაგრამ შენ იმის ხელისუფალი ხარ, რომ კეთილი ინებო და კანონი დაიცვა და ისეთი ქმედებები განახორციელო შენი მოქალაქეების მიმართ, რომელიც არის მიღებული და თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენოს ყველა მოქალაქეს. ამიტომ მე ახლა გეუბნებით რა, მე დიდი სიმპათიით და დიდი ესე იგი რაღაცა მოწიწებით არ ვიყავი იმ გეგმის მიმართ, რომელიც არსებობდა გამწვალული და არსებობდა ეს გეგმა, რომელსაც ამბობდნენ, რომ ჩვენ შევიკრიბებით და დავამთავრებთ სააკაშვილს, სქემატური გეგმა ესეთი იყო, რომ უნდა მოსულიყო რაღაცა განუსაზღვრელი რაოდენობის ხალხი და მე არ ვიცი როგორ უნდა განვითარებულიყო, მაგრამ თქვენგანაც გვახსოვს ბატონზეთ ესეთი განცხადებები, რომ ჩვენ შევიკრიბებით და აღარ დავიშლებით, სანამ მიხეილ სააკაშვილს. მე რა გენაცვალე შენ რა, ძალიან სწორად ამბობ, კი, გახსოვთ ხო? რამდენი პარტია ვიყავთ იცი მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს ბატონზეთ, თქვენ დაიშალეთ ისე, რომ ხელისუფლება ვერ შეცვალეთ. ანუ უბრალოდ ცუდად. ესენი უფრო რაღაცნაირად ისე დაშალეს. ანუ ჩვენ მქონდა გამოცდილება, რომ ამ მიმართულებით ეს გზა არის მოთელილი, ეს გზა უკვე არის მოსინჯული და ის რომ შენ ახლა რაღაცა ტიპის შეაშინე მიხეილ სააკაშვილს და გაიქცევა 4 თვის განმავლობაში პარლამენტი რეზიდენცია ისინი ესენი მქონდა გაჩერებული. კი ბატონო, ბატონზეთ, გუშინდელი დღის შემდეგ რა პერსპექტივა აქვს? რვიანის მცდელობას რომ გაუნჯობესდეს საარჩევნო გარემო, მით უმეტეს რომ დღეს თქვენ აცხადებთ რომ ყველა ის ადამიანი რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი პრეზიდენტის მიმართ ადამიანებად არ აღიქვამს. და მით უმეტეს, როდესაც 1 ივნისამდე დარჩენილია 4 დღე, 1 ივნისის წურება ვადა, რომელიც თქვენ მიეცეთ. მე გეტყვით რომ აუცილებლად არის საჭირო გამოსავალის მოძებნა არსებული სიტუაციიდან. პოლიტიკური რვიანისთვის ეს გამოსავალი არის სამართლიანი არჩევნების მიღწევა, ამ პირობების მიღწევა. არის ორი მიმართულება, ერთი კედელი შეიძლება დაანგრიო ერთი დაჯახებით და შეიძლება დაშალო აგურ-აგურ. ეს არის ორი სხვადასხვა კონცეფცია. ჩვენ ვაკ დიახ აგურ-აგურ დაშლის. მაგრამ აგურები არ ჩანს, არ გაძლევთ მიშა აგური. ეხლა რა არის, იცით? შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ რამდენიმე ძალიან სერიოზული აგური კი არა, მთელი ბლოკები ჩანს, მაგალითად საერთაშორისო მხარდაჭერა იმ პროექტისა, რომელიც არსებობს ბუნებაში და ეს მხარდაჭერა არის ჰილარი კლინტონის განცხადება, აპატურაის განცხადება, ევროკავშირის ამერიკის ელჩის განცხადება, რომელმაც ჩემი აზრით სხვადასხვა არასწორად მიწოდებული ინფორმაციის გამო თუ სხვა რამის გამო არც თქვა ადეკვატურად შეაფასა ეს მოვლენა. გუშინდელ ამბავზე. მე გუშინდელ ამბავზე ხარ გეუბნებით ახლა. თქვენ აგურებს ითხოვთ რვიანის საქმეს. ხო, მაგრამ წელს ხელისუფლება ამ პროცესს. აი ეს რა არის იცი რიგრიგობით ავსვით კითხვები არა იბნეთ. ერთი და იგივე შინაარსის კითხვას ერთმანეთში არა იბნეთ. არა, მე შალვა არ ვიბნევით ერთმანეთში ერთი და იგივე კითხვას ერთი და იგივე შინაარსის ერთი კითხვა ჩამომიყალიბეთ, მე გეუბნებით რომ პოლიტიკურ რვიანს აქ ძალიან სწორად და კაფეოდ ჩამოყალიბებული თავისი გეგმა. ჩვენ დღესაც ვიყავით შეკრებილები. ჩვენ ვიყავით ახლა ბურჯანაძე რო იძახდა ამას, ამის გამო ახლა მე ვერ ვიტყვი უარს იმაზე, რომ ჩვენ გეგმა გვაქვს ეს გეგმა. ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც გავამხილეთ ბევრჯერ და კიდევ ბევრჯერ გავამხილეთ. ეხლა რა გეგმა გეტყვით, რომ ჩვენ უახლოეს ხანებში ალბათ ხვალზე გვაპირებთ იმას, რომ უკვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისაგან ამ ფონზე და სხვადასხვა ეს ამბავი არ დამთავრდა გუშინ. მე შემიძლია გითხრათ. ანუ კონფრონტაციული დაპირისპირება ხელისუფლებასა და საზოგადოების ნაწილს შორის გაგრძელდება აუცილებლად. ეს შეიძლება გაგრძელდეს ზაფხულში, შემოდგომაზე, თუ ვინმეს გონია რომ ეს ახლა მივარდა თუ სააკაშვილს თავისი რაღაცა გადამეტებული წარმოდგენებით გონია რომ გუშინ გაასწორა მან ანგარიში რადიკალურ ნაწილთან საზოგადოებას. ეს არის სრულად პირიქით მოხდა, პირიქით უფრო კონფრონტაცია უფრო მეტად გაღრმავდება. კონფრონტაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის რომ მთელი საზოგადოება მისი ნაკლებად ემოციური და უფრო ცოტა პრაგმატულად მოაზროვნე ნაწილი ჩაერთოს იმაში, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი ერთობლივი მოთხოვნით მივაღწიოთ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, დიპლომატიური კორპუსიც ამაში უნდა ჩაერთოს და მე მაგალითს გეტყვი. ანუ ხვდებით ელჩებს და რას ეუბნებით? ელჩებისგან კიდევ ერთხელ დამატებით მოვითხოთ, რომ ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და დათმოს პოლიტიკური დათმობები და წამოვიდეს იმაზე, რომ ქვეყანა შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? შემდეგი ნაბიჯი არის შალვა პოლიტიკური კამპანიის დაწყება. მოდი ერთი ვთქვათ ახლა. მე არ ამგონია მთლად ახლა დღევანდელ ემოციურ ფონზე, რომ ამაზე გაცილებით ჯობია თუ კი რაღაცა გადაცემის ფორმატი მოგცემ შესაძლებლობას, რომ უფრო დაწვრილებით ვილაპარაკოთ ამაზე, მაგრამ გეტყვით ორი სიტყვით. ჩვენ ორი მთავარი კომპონენტი წარმატების მისაღწევად არსებობს. ერთი არის საერთაშორისო მხარდაჭერა, მეორე არის თვითონ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა. საერთაშორისო მხარდაჭერა მოსაპოვებელი არ არის.
იმიტომ რომ ეს უკვე შიგნით ძევი არსებობს, ეს ლაპარაკი. უკვე დევს, ანუ ახლა არის მოსახლეობის ხარდაჭერა მოსაპოვებელი. რომელიც არ გაქვს ბატონზეად? არა გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ არც ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რასაპირებს ამ პროზეს, ხო, საინტერესოა, ნაწილი. შეიძლება წინადადებარ დავამთავრო? კი, იმიტომ არ აქვს მოსახლეობას ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ესე იგი რესპუბლიკური მნიშვნელობის ტელევიზიების საშუალებით ხდება მუდმივად დაბლოკვა იმისი თუ რას აკეთებს პოლიტიკური რვიანი, რას აპირებს. ჩვენ დაწყებული გვაქვს პოლიტიკური კამპანია მაისის ბოლოს იმის გამო რომ ეს მოვლენები მიდიოდა ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი საქმიანობა ესეთი ინტენსივობით არ გაგვიშლია, მაგრამ გვაქვს დაგეგმილი რომ ძალიან სერიოზული პოლიტიკური კამპანია დავიწყოთ. არავინ არ იფიქროს და არავინ არ თქვას რომ საარჩევნო მოთხოვნა იმდენად პროზაული მოთხოვნა რომ ამას ხალხი მხარს არ დაუჭერს. დაუჭერს და მე ასეთი ერთი პროცესის მონაწილე ვარ ძალიან აქტიური მონაწილე. ეს იყო ეროვნული მოძრაობის დროს, ოდესაც ზიად გამსახურდია გამოაცხადა, ახლა თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ეს ხო ყველაფრის გაკრიტიკება შეგიძლიათ. მე ვარ სხვა საწყისი პირობები. სხვა საწყისი პირობები იყო, მაგრამ მაშინაც თვითონ ოპოზიციის შიგნით იყო რუსეთის იმპერიას უწყობდით შიგნით იყო ძალიან სერიოზული პრობლემა. აი ისიც არასწორად გახსოვთ თქვენ, იმიტომ რომ ის აქციები რომელიც მაშინ სამტრედიის რკინიგზაზე იცით რა მოთხოვნით იყო? აღჭობდით რუსეთის იმპერიას. იცით რა მოთხოვნით იყო? აბა საარჩევნო კანონის მიღება. ხო, მაგრამ არა რუსეთის იმპერიის დახშობის. სხვათა შორის გუშინ იმუშავა ამან. ძალიან სერიოზულად და მე 201 გახსოვთ. ეხლა ჩვენი გეგმა ეხლა რომ თქვათ, აი რამდენიმე წუთში რომ ჩავეტიოთ რომ ჩვენა გვაქვს 201 ისევ გასაკეთებელია, ოღონდ უკვე მეორე და გასაკეთებელია. ჩვენს მუხლის ნომერი არ არის. დეპუტატების რაოდენობის. კარგით, ბატონებო. უნდა დავასრულოთ გაეცემა ბატონზეათ გუშინდელი დარბევის შემდეგ მე გამოვიყენებ ამ სიტყვას იყო საუბარი რომ 8 პოლიტიკური პარტია, ოპოზიციური პარტია მიხვდებოდა რომ აზრი არ აქვს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას თუნდაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, იმიტომ რომ ხელისუფლება კომპრომისზე არ წავიდა და მაინც ჩაატარა აღლუმიო და ხელისუფლება სწორედ აქედან გამომდინარე არ დათმობს რიგ ტელეკომპანიებს, არ მოახდენს პოლიციის დეპოლიტიზირებას და ხო, აი ესეთი ეჭვი გაჩნდა საზოგადოებაში. მე მინდა რომ მე ვინც ახლა ადამიანები, ვინც ცოტა უფრო ჩახედულები არიან პოლიტიკურ პროცესებში, ისინი დარწმუნდებიან პირიქით, რომ აქ რევოლუციურ რაღაცა ფახიფუხს ჯობია დავანებოთ თავი და მივხედოთ პრაგმატულ გეგმას. და მე გეტყვით ერთ რამეს დათმობს, არ დათმობს დღევანდელ დღეს პოლიტიკურ ვიანს შეუძლია ძალიან ხვამაღალი განცხადება გააკეთოს და ძალიან სერიოზულად, არგუმენტირებულად მიმართოს ყველას, რომ ჩვენ ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ იმაზე, რომ ბევრ ადამიანს შევკრებთ, მე ამათ ომონს გავლახავთ, ამათ ჯარს დავამარცხებთ, მე ჩამოვაგდებთ სააკაშვილს და შემდეგ იქნება ბედნიერება და კატო იქა ფქვილი აქ. მე მინდა ვკითხო ბატონ ზვიათს, ძალიან მოკლედ. კამპანიის დაწყებას აპირებთ? დიახ. რვიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ რვიანი რაღაცნაირად ერთობად ყალიბდება უფრო სერიოზულ ერთობად, მართვის რაღაცნაირი კოორდინირებული ორგანო უნდა იყოს და ფინანსებიც ამ კამპანიისთვის უნდა მოიზიდოს. როგორ აპირებთ ამას? ალბათ უკვე გადაწყვეტილი გაქვს. ძალიან მოუწევს ბატონ ზვიათს პასუხის. ახლა როგორ გიპასუხე ესე უცებ. ჯერ ერთი 8 პარტიის ფინანს თუ ცალ-ცალკე აღებულ შეკრებ იმისათვის რომ ჩვენ პოლიტიკური საქმიანობა ყველა თანაბრად დადებს. იმეც კი შევ. ახლა თუ გინდა ესე იგი ჩაგახედებთ იმაში რა ქვია. გინდა ბატონ რეგლამენტში შენ ფინანსური საკითხი რო გაინტერესებს, ესე იგი ძალიან საინტერესო ეს ამბავი და ჩვენ გეუბნებით და ვაცხადებთ. ვაცხადებთ კი, ნუ ყველას გასაგონად ვაცხადებთ. ირონია იყო შენისგან და ცუდია რომ კომენტარია გავინახე. ყველას გასაგებად მინდა განვაცხადო, რომ ფინანსები იქნება ჩვენი მხრიდან დახარჯული, თუ პოლიტიკური რესურსი, ადამიანური რესურსი იქნება ჩადებული. 8-ჯერ 1 უფრო მეტია ვიდრე. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზვიათ. მე მინდოდა თქვენგან მომისმინა კითხვაზე პასუხი, შეპირდით საზოგადოებას რომ თუ დაარბევენ მივალთ აქციაზე ეროვნული საბჭოს წევრები. არ დაგაკვაყოფილათ ეთყობა ჩამოთ. რატომ არ მიხვედით ბატონ ზვიათ? სად მივალო არ მithქვია. ყობა დავითაშვილმა გააკეთა. რატომ არ მივერი თუ დაარბევენ და თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს კომიტინგების წინააღმდეგ მივალთ. გეტყვით ეკობას კითხეთ, მე გეტყვით რატომ არ მივედი. გუშინ მთელი მე რა ყობა და პოლიტიკური პრესა. ანუ როგორ არა, მომისვინე, ახლა დიდი მადლობა, არა, კითხვა დასვი უნდა გიპასუხო. მე არ მივედი, იმიტომ რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო გადმობრალება ოპოზიციაზე მთლიანად, მათ შორის
პოლიტიკურ ვიანზე, რომ თურმე ქალბატონი ბურჯანაძის მხრიდან, სხვების მხრიდან, რომ ოპოზიციური პარტიები რომ მოსულიყვნენ აქ, თავისი მოხდები მოეყვანათ, ეს არ მოხდებოდა, ან უფრო ვერ დაგვარბებდნენ, პირიქით იქნებოდა, ჩვენ რომ მივსულიყავით დარბევა, მაინც მოხდებოდა და ორი კაცის ნაცვლად თუ სამი კაცის ნაცვლად ხერხი შეიძლება ყოფილიყო. გაცილებით ჩვენ თავიდანვე არ ვემხრობოდით ამ გეგმას და რომელ გეგმასაც არ ვემხრობი, მე ხარ ბურჯანაძის შუაზე არასდროს არ მივლია, ისევე როგორც მასარულია ჩემს შუაზე. ძალიან დიდი მადლობა გააგრძელეთ მაესტროს. გემშვიდობებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ხვალ შეხვდებით. გემშვიდობებით, ხვალამდე, ბედნიერად.